ავსაჯანიშვილთან ერთად. საქართველო უკვე არის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. ჩვენთან ჩამოდიან ბუნების, კულტურის, გასტრონომისა და სტუმართმასპინძლობის გამო. თუმცა დღეს მხოლოდ ის კითხვა არ არის, რამდენი ტურისტი სტუმრობს ჩვენ ქვეყანას, ხო? მთავარი კითხვა არის ის, თუ რამდენად ძლიერ გამოცდილებას უქმნით ჩვენ მათ და ზოგადად რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ ამ თითოეული ამ ვიზიტისგან და ზოგადად მოდით აი ვისაუბროთ ამ თემაზე. ჩვენ მთავარი ასე ვთქვათ კითხვები არის ის, თუ რამდენად როგორ უნდა დავიმკვიდროთ უფრო ძლიერი ადგილი ჩვენ მსოფლიო ტურიზმის რუკაზე და დღეს ვინ თუ არა ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ნიკოლოზ სირაძე. მოგესალმებით პირველ რიგში, ეს არის Business Space-ი, მე ვარ სერგო ავსაჯანიშვილი, ამ პროექტის ავტორი. და ნიკოლოზ სირაძე, რომელიც გახლავთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მმართველი პარტნიორი, საქართველოს ტურისტული ტრანსპორტის ალიანსის პრეზიდენტი, რენტო ჯგუფის თანადამფუძნებელი და მოკლედ ადამიანი, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ მოკლედ ან ტურიზმის ინდუსტრიაში აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს და გააჩნია უდიდესი, ასე ვთქვათ, გამოცდილება და ჩვენი ასე ვთქვათ, ყოველ ჯერზე შეხვედრის დროს რაღაცა ძალიან დიდი სიახლეებით ხარ ხოლმე წარმოდგენილი და მოკლედ დღესაც არ იქნება მოკლედ სხვაგვარად საქმე. ნიკოლოზ, მოგესალმები. როგორ ხართ? მოგესალმებით. ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და თქვენთან დიალოგის შესაძლებლობა. მადლობა. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ამ საქმიან სივრცეში, ნიკოლოზ. ჩვენი headline-ი პრინციპში რა არის, როგორც ჟღერს, ხო, ანუ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. მოდი ალბათ ამით დავიწყოთ, ხო? სად ვართ? მადლობა შესანიშნავი headline-ისთვის. მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველოს ძალიან საინტერესოდ პოზიციონირებს. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ უნიკალური კულტურისა და გამოცდილების მატარებლები ვართ. გარდა ამისა, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ალბათ მსოფლიოში იმ უნიკალურ ქვეყნებს შორის ვართ, იმ მინიმალურ უნიკალურ ქვეყნებს შორის ვართ, ვისაც სტუმართმასპინძლობა ზებუნებრივ, ასე ვთქვათ, იდენტობის დონეზე ყავს აყვანილი და ამით უკვე ჩვენ საუკუნეებია ვითარდებით. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან წარმატებული პოზიციონირება მოვახდინოთ ამ მიმართულებით სულიერების ნაწილში. ხოლო რაც შეეხება პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, აქ უკვე ძალიან საინტერესო პოზიციებს ვიკავებთ. გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზრები, როგორც ევროპული მიმართულებით, ისე ასე ვთქვათ, დასავლეთის, აღმოსავლეთის მიმართულებით, იქნება ეს ცენტრალური აზია თუ შორეული ქვეყნები, მათ შორის ახლა შანხაის მიმართულებით, შორეულ შანხაის მიმართულებით და გააქტიურდა პირდაპირი ფრენები და საბოლოო ჯამში საკმაოდ მნიშვნელოვანი დაფარვა აქვს ამ პატარა, მაგრამ არაჩვეულებრივ ქვეყანას. ჩამოვყალიბდით ჩვენ უკვე როგორ გონია ამ ტურისტულ ქვეყნად თუ ჯერ კიდევ მაინც პოტენციურად განვიხილებით და გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო. პირველი რაზეც ახლა ვისაუბრე, სულიერების და იდენტობის მიმართულებით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არა საკმარისი, თანამედროვე სამყაროს აუცილებლად ჭირდება განვითარებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბრენდები, საერთაშორისო სტანდარტები, გამოცდილება, კვალიფიკაცია, ადამიანური რესურსი, სატრანსპორტო ლოგისტიკური მაღალი ხარისხის ჯაჭვები და ამ ყველაფრით უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ საბოლოოდ თქვათ, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ უკვე იმ პირველი თანრიგის ქვეყნებში, ასე ვთქვათ, აღმოჩნდეთ, როდესაც მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება, მას აქვს გარკვეული ოცნებები სად იმოგზაურებს და დაახლოებით 10 ქვეყანა რო ჩამოთვალოს, აი იმ 10 ქვეყანაში, ანუ პირველი თანრიგის ქვეყნებში სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოს არ მოიაზრება, მაგრამ ჯერა რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა გვაქვს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. და სხვათა შორის აქვე მივაყოლებ, რომ აგერ ახლა უყურებ 25 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ დაახლოებით 5 და 8 მილიონი ადამიანი შეადგინა და აქედან 5 და 5 მილიონი იყო ტურისტული, ასე ვთქვათ, მიზნით ჩამოსული საქართველოში. აი რა ეტაპზე ვართ? აი რას გვაჩვენებს დღეს ეს ციფრები? მზარდია, დინამიკა არის მუდმივად მზარდი. ანუ რას გულისხმობ, იცი? ეს არის უბრალოდ ციფრები რაოდენობრივი თუ აქ არის საუბარი, რომ პირობითად უფრო მაღალ ხარჯმულიანი, ასე ვთქვათ, ტურისტი ჩამოვიდა, ანუ თუ რაღაცა მივიღეთ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ტრიპების მიმართულება, ხო? აი რას გულისხმობს ეს ციფრი? ორივე მიმართულებით ვითარდება, ნუ სახელმწიფო სტრატეგიას მე ყოველდღიურად ვეცნობი და ყოველდღიური შემხებლობა მაქვს ინდუსტრიასთანაც და როგორც დამოუკიდებელ ბიზნესს, ასევე იმ დაჯილდოების მიმართულებას, რომელიც საკმაოდ დიდ, ასე ვთქვათ, მოცულობას და ინფორმაციულ მიმართულებას კრებს საკუთარ თავში.
ნამდვილად ორივე მიმართულებით ვითარდება. როგორც რაოდენობრივი დინამიკა იზრდება და ცალსახაა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შოკია მსოფლიოში, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უპრეცედენტო მაჩვენებელია იმ კონფლიქტებისა და დაძაბული სიტუაციების, რაც 21 საუკუნეში მართლაც უპრეცედენტოა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინდუსტრია ძალიან მოწყვლადი და სენსიტიურია ამ ყველაფრის მიმართ, მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვანი პროგრესია რაოდენობრივადაც და გარდა ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ყველა მუშაობს იმაზე, რომ მაღალმსყიდველუნარიანობა გაიზარდოს თითოეული მომხმარებლის, ეხლა საშუალოდ დაახლოებით 400-დან $500 მერყეობს და შედარებისთვის რო ავიღოთ, მაგალითად დუბაიში საშუალოდ $2000-ია საშუალო დანახარჯი და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება კონტრიბუციაზე ეკონომიკის. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს ის, რომ ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა ჰორეკა სექტორთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის 10%-ზე მეტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სფეროა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ეკონომიკაში და ამის გარდა, ამ სიმსხვილის გარდა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, იმიტომ რომ ძალიან ფართო ჯაჭვი აქვს იმ დასაქმებულთა მომიჯნავე სექტორებში ადამიანების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკისთვის. და სენსიტიური სხვათა შორის, რომელზეც ეს ყველა ეს კონფლიქტი ფაქტიურად აისახება ნებისმიერ ბაზარზე. აი, როგორი ტიპის ტურისტი ისჭირდება შეგვიძლია ეს დავახასიათოთ, ხო? ანუ რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი რა? აი რას ვის ვიზიდავთ? ეს არის მასობრივი ტურიზმი, ეს არის ბიზნეს მიმართულების ტურიზმის გააქტიურება, აი რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი? ან რა უნდა იყოს? იმიტომ რომ შენ გაგაჩნია ძალიან როგორც დავანოს, ძალიან დიდი გამოცდილება და ხედავ ამ დარგს, ასე ვთქვათ, ინდუსტრიას ბევრი მხრიდან, ხო? როგორც სატრანსპორტო მხრიდან, უკვე დარგის ინდუსტრიის მხრიდან და აქამდეც მოღვაწეობდი მაგ მიმართულებით. ესე იგი, ძალიან კომპლექსური საკითხია, სერგო, ანუ არ შეიძლება რომ მიუდგეთ ერთი რაღაც კონკრეტული ხედვით, რომ აი ჩვენ გვინდა მაგალითად მასობრივი ტურიზმის განვითარება და მოდით აი ამ მიმართულებით განვითარდეთ და დიდ ბაზრებზე ორიენტირდეთ. თუმცა ალბათ ყველაზე ერთად მივარდნაც მე მგონი არ იქნება, ხო, სწორედ რაღაც. მეორე ვერსია რომ მოდით ვიმუშაოთ მაღალმსყიდველუნარიანობის გაზრდაზე. ესეთ შემთხვევაში ჩვენ მაის მიმართულება უნდა გავზარდოთ, მეტი ბიზნეს დელეგაცია ჩამოვიყვანოთ, საინვესტიციო პორტფელი უნდა გააჩნდეს ქვეყანას, სხვა რეიტინგები უნდა გქონდეს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ როგორც ასე ვთქვათ ამ მომენტში განვითარებადი პროცესის მქონე ქვეყანა ამ მიმართულებით ვფიქრობ რომ ეხლა მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციები მოვახდინეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ძალიან საინტერესო ქვეყნები და ბაზრები გამოჩნდა რომელიც მოგცემს შესაძლებლობას რომ გავზარდოთ ასე ვთქვათ ეკონომიკაზე იმპექტი ამ მიმართულებით გარდა ამისა ძალიან დიდი შოკი იყო კონფლიქტი რომელიც ახლო აღმოსავლეთში ასე ვთქვათ ძინვარებდა და ეხლაც მიმდინარეობს ამან გამოიწვია ძალიან დიდი გამოწვევა მაგრამ ეხლა ვფიქრობ მაინც წარმატებით პასუხობს სექტორი და საბოლოო ჯამში ჩვენს გეოლოკაციაზე დაყრდნობით ვფიქრობ რომ მაინც აი მუდმივ დივერსიფიკაციაში უნდა ვიყოთ და მუდმივად ასე ვთქვათ აქცენტები ვაკეთოთ ვარირებაზე და არ შეიძლება რომ ესე მყიფედ რაღაც კონკრეტულზე ორიენტირდეთ და მაინც და მაინც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიყუროთ რა მუდმივი ვარირების ცოცხალი პროცესია და ვფიქრობ რომ ამას წარმატებით ვართმევთ თავს. თუმცა ერთ-ერთი კიდე გადამწყვეტი არის რამდენად ხანგრძლივობა ხო ტურისტის ქვეყანაში ყოფნის. აი რამდენად როგორ შეიძლება ჩვენ გავახანგრძლივოთ რა ეს პერიოდი აქ ტურისტის აქ ყოფნის პერიოდი საქართველოში გვაქვს თუ არა საკმარისი თუნდაც აი ეს დივერსიფიცირებული პროდუქტები ხო რომელიც არ გულისხმობს მარტო თბილისსა და ყაზბეგის მონახულებას პირობითად ხო ანუ ფაქტიურად რა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ესეთი ტურისტული ზონა აღმოვაჩინოთ ხო თალსახად ну ზოგადად ქვეყანა იძლევა იმის შესაძლებლობას გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი ტერიტორია და ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა იქნება ეს კულტურული მიმართულებით, სანახაობრივი ბუნების რესურსები თუ სხვა უამრავი დარგი, გვაქვს შესაძლებლობა რომ საკმაოდ გრძელვადიანი ვიზიტები შევთავაზოთ მომხმარებლებს, თუმცა გარდა თემატურობისა და სანახაობრივობისა ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ხარჯულუნარიანობის სტუმრებს მასპინძლობთ შესაბამისად და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის ავიაკომპანიები ოპერირებენ, რა სიხშირით დაფრინა
შეფრინავენ და აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში გლობალურად ყალიბდება ის პროდუქტები, რომელსაც მე ყველა ერთად ასე ვთქვათ საცალო თუ კორპორატიული მიმართულებით ასე ვთქვათ რეალიზაცია ხდება და შემდეგ უკვე ამით ვიღებთ ქვეყანაში საშუალო ვიზიტებს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ მინიმალურ ზღვრებზეა. გვაქვს კონკრეტული რეგიონები და წერტილები, სადაც მაღალია პოტენციალი ამ ყველაფრის და ვისურვებდი, რომ იქ მეტი აქცენტი გაკეთდეს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დადებითი დინამიკაა. ამ უწყურავი პასუხი იყო, მადლობა ძალიან დიდი ნიკოლოზ. მე მინდა გადავიდე ახლა შენ ახლანდელ გამოცდილებაზე, ვისაუბროთ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, ხო, რომელსაც შენ უკვე შეუერთდი 2 წელია, რაც შეუერთდი, ხო? თვითონ ეს დაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება 2015 წლიდან, ხო? თუმცა მოდი ახლა იმაზე მინდა ვისაუბრო, ხო? ახლა ამ ხელა გამოცდილების მქონე ადამიანი შეუერთდა 2 წელია. ვიცით, ანუ ვაკვირდებით ახლა განსაკუთრებით ტურიზმში ჩართული ხორეკა სექტორში ხედავს ამ აქტივობებს, თუნდაც თქვენ მიერ ჩატარებულ უკვე ღონისძიებებს. მოდი ვისაუბროთ ამ ასე ვთქვათ ორგანიზაციაზე, ხო? რა როლი აქვს დღეს? რა არის თქვენი, ასე ვთქვათ, მთავარი ამოცანა და მიზნები? და როგორ შეაფასებ ზოგადად რა? მადლობა. ეს ძალიან საინტერესო და საყვარელი თემაა ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ რაც ახლა აღნიშნე, რომ ეს მაღალი კონტრიბუცია, მაღალი ეკონომიკური დარგი ამ ყველაფრის გარშემო ძალიან ბევრი გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მეპოვა წერტილი, საიდანაც შევძლებდი, რომ ასე ვთქვათ, უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის შემძლებოდა პასუხისგაცემა და მაღალ სტანდარტებზე გველაპარაკა, გვემუშავა და საბოლოო ჯამში ერთიანი სინერგია შეგვექმნა ამ დარგის გარშემო, სადაც კონსტრუქციულად, ორგანიზებულად იქნებოდა მთავარი ფილოსოფია ყველასათვის ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ვაზიარებთ რაღაც სანთლის შუქის გადაცემის პრინციპით საკუთარ გამოცდილებებს, საკუთარ გამოწვევებს, იქნება ეს საერთაშორისო თუ ლოკალური გამოცდილება, ვაწესებთ გარკვეულ მეტრს და საბოლოო ჯამში ამ მეტრის გარშემო ისწრაფვის ყველა ჩვენს გარშემო არსებული პატარა, დიდი თუ საშუალო ზომის ორგანიზაცია თუ ადამიანი და საბოლოო ჯამში ვიღებთ გენერალიზირებულ მასშტაბურ პროგრესს, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაზე აისახება, თითოეულ ჩვენგანზე აისახება და საბოლოო ჯამში პროგრესს ძალიან ეხმარება. აი ესეთი შესაძლებლობა დევს აი ამ დაჯილდოებაში, რომელიც უკვე მე-11 წელია, რაც საქართველოში არსებობს. მე ამას 2 წელია უკვე ვაკეთებ, სრულად შევცვალეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინეთ პირველ რიგში. შეფასების ნაწილში ჩვენი პარტნიორია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ი, რომლის მესვეურობის ქვეშ და არბიტრაჟის ქვეშ გადავიდა შეფასების სრული სისტემა, იქნება ეს აუცილებლად და მისი გუნდი არის პრაქტიკულად გარანტი იმისა, რომ აღნიშნული ფუნდამენტი შეფასებების ნაწილის არის სრულიად მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, უზრუნველყოფილია ინტერესთა კონფლიქტების და აცილებების ორგანიზება და საბოლოო ჯამში დაჯილდოების და შეჯიბრებითობის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, იმაზე დგას, რომ ეს იყოს სრულიად მიუკერძოებელი და გამჭვირვალე პროცესი. ეს არის ერთი დიდი ღირებულება, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ამ დაჯილდოების გარშემო და მეორე არის ის რეგიონალური შეხვედრები, ის განათლებისა და ცოდნის შესაძლებლობების ვორქშოპების შექმნის არეალი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და ეხლა ცოტა ხნის წინ უმასპინძლეთ ორ უმნიშვნელოვანეს კორიფეს საერთაშორისო ჰოსპიტალიტი სექტორიდან, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა გაუზიარეს სექტორს, სრულიად უსასყიდლოდ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ასე ვთქვათ ვავითარებთ ამ პროცესს. იცი რა მაინტერესებს ნიკოლოზ, ანუ რამდენი მონაწილე იყო ახლა სულ ჯამში და ძალიან საინტერესოა თვითონ ანუ კონკრეტული პროფილები ამ ორგანიზაციების, ანუ ვინ გამოხატავს რეალურად სურვილს. განვლილ წელს 800-მდე სტუმარი ყავდა ჰოსპიტალიტი და ჰორეკა სექტორიდან. 800 სტუმარი. კი. და წელს უკვე ასე ვთქვათ ველოდებით 1100-ზე მეტ სტუმარს. ლოკაციაც არაჩვეულებრივი უკვე ასე ვთქვათ შევარჩიეთ და მომტკიცეთ და პირველად თქვენი ასე ვთქვათ ეთერის მეშვეობით ამ საკითხს გავაზიარებ და ეს არის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელშიც საოცრად კონსერვატიული და აქამდე უპრეცედენტო ღონისძიება ჩატარდება და ორგანიზდება და თავს მოიყრის აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი,
აღნიშნულ ინდუსტრიასთან პირდაპირ კონტრიბუციაში მყოფი ან მომიჯნავე სექტორებიდან და გარდა ამისა, საჯარო სექტორის ყველა ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებაში დიდ და მნიშვნელოვან წვლილს დებს და საბოლოო ჯამში კერძო და საჯარო სექტორის აი ამ დიალოგითა და ურთიერთობის შესაძლებლობით ყალიბდება ის მნიშვნელოვანი ფანჯარა და სინერგია, რომლითაც ისევ და ისევ იმ პროგრესს უბრუნდებით, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. თარიღები ცნობილია უკვე? ეს არის 28 ოქტომბერი, ოპერისა და ბალეტის თეატრი. ეხლა მაშინ აი ამდენი დავაანონსეთ, ან ეს ექსკლუზივი იყო, როგორც მივხვდი, ხო? დარწმუნებული ვარ, ეხლა ჰორეკა სექტორი ძალიან დაინტერესდება მონაწილეობით რა და როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა კომპანიამ ამ დაჯილდოებაში, ან სტუმრის როლში, როგორ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ან მონაწილის როლში, ან ნომინაცია რა ნომინაციები არსებობს, ხო? ანუ თუ შეგვიძლია ეს ინფორმაცია გავაზიაროთ, მე მგონი ძალიან სასარგებლო იქნება. ნუ ძალიან მარტივი და ტექნოლოგიური. შეიძლება ეხლა ხალხი გვისმენს აი ამ საცობებში, ეხლა რადიოს მეშვეობით. სიამოვნებით, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობრებო, თქვენ ხართ სულ პატარა საოჯახო ბიზნესი, იქნება ეს კაფე, მეღვინეობა, შატო, იქნება ეს გიდი, იქნება ეს საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, იქნება ეს საღონისძიებო სივრცე, რესტორანი თუ სხვა რამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის დიდი და უნიკალური სექტორი, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და ყველას აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს მონაწილეობა, ძალიან სიმბოლური და მინიმალური კონტრიბუცია ხდება ფინანსური, რაც უბრალოდ ორგანიზაციულ საკითხებს გვარდება, აქ ეს არ არის მთავარი, არც ის არის მთავარი აქ ვინ დამარცხდება და ვინ გაიმარჯვებს, მთავარი არის საბოლოო ჯამში ის ურთიერთობა და იმ ურთიერთობისა და ნეტვორკინგის შესაძლებლობა, რამაც კაცობრიობა დღევანდელ დღემდე მოიყვანა პროგრესის სათავე იწყება ურთიერთობიდან და გაზიარებიდან. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გავაზიაროთ საკუთარი წარმატება და გაუზიაროთ სხვებს და სხვებსაც დავაკვირდეთ, საკუთარ თავსაც დავაკვირდეთ, ხო? ამ პირველ რიგში რას ნიშნავს მონაწილეობა? მე პირველ რიგში გიყვებით საკუთარ თავზე და როცა მე გიყვებით საკუთარ თავზე, აქედან მე საკუთარ თავსაც ვაფასებ და უნიკალური პლატფორმაა, მოკლედ იმისათვის, რომ პროგრესს ძალიან დაეხმაროს და მთავარი ტრიგერი იყოს ამ განვითარების. მოკლედ აი ესე გისმენ ყურადღებით, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც გისმენ და პრინციპში მე მგონი ამოუწურეთ ეს ამბავი, ხო? ანუ თვითონ აი ამ ღონისძიების ამბავი. ალბათ რა ვიცი, ერთადერთი კიდე დარჩებოდა ჩემთვის კითხვები, ხო? მაგალითად, რაღაც ნომინაციაში გამარჯვებულის შემთხვევაში, რას იღებს ამ შემთხვევაში კომპანია, ხო? ანუ რა ბენეფიტებია? პირველ რიგში ეს არის უდიდესი რეპუტაციული აღიარება, ანუ არ არის ვერ შევხვდებით რესტორანს, კაფეს ან სასტუმროს, სადაც არ შევალთ და რეცეპციაზე უკან არ შეამჩნევთ წლების განმავლობაში აღნიშნული დაჯილდოების მიერ მოპოვებულ გამარჯვებების აღნიშნულ ჯილდოებს. ეს არის პირველ რიგში რეპუტაციული მიმართულება, აღიარება, ამ ყველაფრის და ამ სინერგიის ნაწილად ყოფნა და გარდა ამისა ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ, რომ გარდა ლოკალური აღიარებისა ჩვენ მოვახდინოთ ინტერნაციონალიზაცია ამ ყველაფრის, სწორედ ამიტომ ინტენსიურად თანამშრომლობთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე საერთაშორისო ლიდერებთან და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ გავარღვევთ ქვეყნის საზღვრებს, ქვეყნის ფარგლებს და ეს ყველაფერი გახდება გლობალური სანდოობის ბენჩმარკი, სადაც ადამიანები და ან კომპანიები, როდესაც მოიძიებენ ქვეყანაში არსებულ სხვა ობიექტებს და ნახავენ ამ ასე თქვა დაჯილდოებაში არსებულ ჯილდოებს, ეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ნაწილი იქნება და ამაზე ინტენსიურად მუშაობთ. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ შენი მეთაურობით ამ ყველაფერს ძალიან მალე იხილავს თქვენი ორგანიზაცია. ძალიან მე მინდა ესეთი რაღაც შემოგთავაზო პატარა ტურიზმის რუკა მოკლედ რა, მინდა საქართველოს ტურიზმის მოკლე რუკა შევადგინო ჩვენთან ერთად, ხო? ამ შემთხვევაში ანუ მე დავასახელებ მიმართულებას, შენ კი დაასახელებ ერთი ადგილი საქართველოში და მოკლედ ამიხსნი არჩევანს. კი ბატონო. საუკეთესო მიმართულება პირველი ვიზიტისთვის. პირველი ვიზიტისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს ნებისმიერი ვიზიტორი დედაქალაქში და დედაქალაქის გარშემო არსებულ არაჩვეულებრივ ლოკაციებზე, როგორიც შეიძლება იყოს მცხეთა, როგორიც შეიძლება იყოს კახეთი და შემდეგ უკვე აქედან გაიშლება უკვე მომდევნო ნაბიჯები. რატომ აღარ სვავ კითხვას? გეთახვევი აბსოლუტურად. ყველაზე დიდი გამოუყენებელი პოტენციალი. ყველაზე დიდი გამოუყენებელი პოტენციალი პირველი რაც თავში მომიტივტივდა შეიძლება იყოს ტობა-ვარჩხილის ტბა. მაგალითად, რომელიც არის
არ ვიცი, საგანძური, აი მართლა ვერცხლის ტბა, რომელიც ხელშეუხებელია, არის უნიკალური რამ და შვეიცარიაზე შეიძლება გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი ლოკაცია იყოს და აქვს მას პოტენციალი. ლებარდე მაგალითად, რომელიც არაჩვეულებრივი წარსულის მქონე კურორტია და იქამდე მისასვლელი გზა არ აქვს და შესაბამისად ვერ ხერხდება რომ კვლავ ამ გამოყენებაში იყოს. ბევრი საგანძური იმედია გვისმენს ახლა მუნიციპალიტეტი და სიამოვნებით გზავნილი აქედან და მზად ვართ ხელშეწყობისთვის ყველანაირად. ყველა ინიციატივას დაუჭერთ მხარს როგორც შეგვიძლია. ფანტასტიკური და ძალიან მიხარია რომ ეს იმპულსები ჩვენი ასე ვთქვათ პოდკასტიდან გადის. საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილება. ეს არის ყველაზე გემრიელი და საინტერესო მიმართულება. მე თავს შევიკავებს ერგო, რომ არ ეწყინოს არავის გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მაძლევს ჩემი პოზიცია. Top 3 შეგვიძლია დავასახელოთ მაშინ. მაშინ ობიექტებს მოვერიდები და მაინც კერძების მიმართულებით წავალ. ნუ ჩვენი უნიკალური, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული კერძი, ხინკალი არის მსოფლიოში, ნუ რაღაც არაჩვეულებრივი გასტრონომიული და პირველი ასევე, ნუ ეს არის ღვინო. ღვინო, რომელიც ჩვენი იდენტობის და სულიერების ნაწილია და ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ გასტრონომიული პროდუქტი, ეს უფრო მეტია. საუკეთესო საგადასავლო ტურიზმისთვის? ამ მიმართულებით რამდენად გიყვარს ზოგადად საგადასავლო? ნაკლებად ვარ ამ მიმართულებით გააქტიურებული, თუმცა ბევრი შესაძლებლობა გვაქვს ამ მიმართულებით. აი დაცული ტერიტორიები არიან ჩვენი პარტნიორები, საქართველოს დაცული ტერიტორიები და უნიკალური მიმართულებები გვაქვს. აი შეიძლება მაგალითად კოლხეთის ეროვნული პარკი გამოვარჩიოთ, სადაც ძალიან საინტერესო და ესეთია უპრეცედენტო სათავგადასავლო მიმართულება შეიძლება დაორგანიზდეს. ისე ხა მაინც ბიზნეს პოდკასტი ვარ და ანუ ამ შემთხვევაში ბიზნეს ტურიზმისთვის საუკეთესო ადგილი? ბიზნეს ტურიზმისთვის, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა დედაქალაქი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ბათუმი ვითარდება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად და საბოლოო ჯამში ეს ერთი მეორეს ეხმარება იმაში, რომ ასე ვთქვათ, სეზონურობაც ხო მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ინდუსტრიაში და აი სწორედ აქ არის საქმიანი მიმართულება და ბიზნეს ტურიზმი, რომელიც ამას ადივერსიფიცირებს და მოკლედ ამ ორ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი. ადგილი, რომელსაც მეტი საერთაშორისო ყურადღება სჭირდება. მეტი საერთაშორისო ყურადღება ადგილს საქართველოში. ალბათ აქაც ესეთი მიკერძოებული და სუბიექტური უნდა ვიყო, ალბათ რაჭა, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი და ყველა რეგიონის და ყველა წერტილისგან განსხვავებით არ აქვს რაღაც კონკრეტული იდეა. ყველა რეგიონს, აი ყველაფერს აქვს, აი კახეთს ღვინო აქვს, აჭარას ზღვა აქვს, აი ყველაფერშია რაღაც კონკრეტული ფილოსოფია, რაჭა არის ძალიან ლამაზი. და ფანტასტიკური პასუხები ნიკოლოზ. რაღაც ჭირდება, რაღაც რაც ძალიან უნიკალურია რა. ნიკოლოზ, რეგიონი, სადაც აი დღესვე ჩადებდი ინვესტიციას. დღესვე ჩავდებდი ინვესტიციას გუდაურში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რეგიონი მიუხედავად იმისა, რომ ყველას გონია, რომ არის ზამთრის კურორტი, ის გახდა four season მიმართულება, რომელსაც ატრიგერებს ყაზბეგის მიმართულება და საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო მიმართულებაა და მე როგორც ასე ვთქვათ ინვესტორი ამ მომენტში რეკომენდაციას ამ წერტილს გავუწევდი. მოკლედ ფანტასტიკია, ჩვენ ამას აუცილებლად ამოვუჭრით რილსებად რა და ჩემი აზრით აი არ ვიცი შენს მინდა რომ შეაფასო ესეთი ცოცხალი ასე ვთქვათ დისკუსია. ზად არ ვიყავი სხვა შორის. აბსოლუტურად მოუმზადებელი ნიკოლოზი კი და ფანტასტიკური პასუხები რა ამ მოკლე პასუხებში ძალიან ბევრი დევს. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. ეხლა მე მინდა კიდე გავაგრძელოთ და ამ შემთხვევაში ესეთი რუბრიკა გვაქვს რა, მოკლედ დაასრულე წინადადება. ანუ მე ვიწყებ და აბა შევეცადოთ დავასრულოთ. საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე არის მოგზაურობის უნიკალური გამოცდილება. გაიგეთ. საქართველოში ტურისტებს ყველაზე მეტად აოცებთ სულიერება. ქართული სტუმართმასპინძლობის მთავარი ძალაა ადამიანები. ჩვენი ყველაზე დიდი გამოუყენებელი შესაძლებლობა უნიკალური ისტორია. ტურისტული ბიზნესის წარმატებული ვერ იქნება თუ არ გვექნება დიდი, ასე ვთქვათ, დარბაზები და ინფრასტრუქტურა, რომელშიც უმასპინძლებთ კონკრეტულ რაოდენობაზე მეტ ბიზნეს ჯგუფებს. ხარისხიანი მომსახურება იწყება განათლებით.
საქართველოს რეგიონებს სჭირდებათ მიმართავთ მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ მეტი ინიციატივის გამოხატვა. თანამედროვე ტურის აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს აუცილებლად ძალიან ინტენსიური და მჭიდრო იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ერთი შეთანხმებული გზით ვიმოძრაოთ და სტრატეგიით, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ტურიზმის ეროვნულმა დაჯილდოებამ უნდა შექმნას სივრცე, სადაც ყველა კონტრიბუტორს ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი წარმატება გააზიაროს და გავიდეს გამარჯვებული. 5 წლის შემდეგ მინდა რომ საქართველო იყოს 5 წლის შემდეგ მინდა რომ საქართველო იყოს გამარჯვებული, წარმატებული, ერთიანი და მზარდი, უწყვეტად მზარდი, მშვიდობიანი, რაც თავარია და ერთსულოვანი. და საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდებოდი, რადგან აქ ადამიანები გვატანენ იმ გულს და სულს, რომელსაც ვერსად ვერ იპოვი სოფლიოს ვერცერთ წერტილში. ნიკოლოს, აი ესეთი დავარეზუმოთ ჩემი კითხვა, ხო? ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა მივიღოთ, რომ იმისათვის, რომ აი 5 წლის შემდეგ პირობითად საქართველო იყოს აი ამ ტურისტულ რუკაზე იქ, სადაც ჩვენ გვინდა რეალურად და სადაც იმსახურებს. ერთი გადაწყვეტილება ძალიან რთულია, რომ 5 წლის თავზე მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მოახდინოს, მაგრამ უწყვეტი დიალოგის ინიციატივის გარშემო უნდა შევთანხმდეთ და ეს მოგვიტანს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს და ეს არის ამ დაჯილდოების პრინციპიც. ფანტასტიკური. მე არ შემიძლია არ შევეხო ნიკოლოს თქვენ გეგმებსაც, ხო? ანუ ორგანიზაციის გეგმებს შეგვიძლია შენ პირად გეგმებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ამ ინდუსტრიაში მრავალ მიმართულებით ხარ მაინც წარმოდგენილი. გეგმებზე მინდა ვისაუბროთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე დავაანონსეთ ოქტომბრის ასე ვთქვათ ღონისძიება, ზოგადად რას გეგმავს, ხო, ანუ აი 27 წლიდან რას გეგმავს 26 წლის მიწურულს რა არის დაგეგმილი, შეგვიძლია გაუზიაროთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს და ამ შემთხვევაში მსმენელსაც. პირველ რიგში ისევ განმეორდები და ამ ინტერნაციონალიზაციას გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ გვინდა რომ აღიარება გავიდეს ჩვენ საზღვრებს გარეთ, ეს არის პირველი რამ. მეორე, ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანოთ ჩვენ სექტორს, აქედან გამომდინარე მუშაობთ უკვე სხვადასხვა მიმართულებით, რომ ეს უწყვეტი პროცესი იყოს, ეს აღარ იყოს წელიწადში ერთი ან რამდენიმე მოვლენა, არამედ ეს იყოს დაუსრულებელი ციკლი, რომელიც საბოლოო ჯამში ყველას განავითარებს და საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის ფარგლებს გვინდა რომ გავცდეთ და აი ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ინტენსიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ. წარმატებებს გისურვებ. და მე პრინციპში მინდა რომ რაღაც შევაჯამო და ჩვენ მაყურებელსაც მიმართო, პრინციპში ალბათ დავასრულებ იმავე სიტყვებით, რითაც დავიწყე, ხო, ანუ საქართველო უკვე არის ასე ვთქვათ, სოფლიო ტურიზმის რუკაზე, მაგრამ ნიკოლოს, ალბათ აი ჩვენი მომავალი გეგმები არ უნდა იყოს მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა. ჩვენ რეალურად უნდა შევქმნათ, ხო, ანუ მეტი ღირებულება ტურისტისთვის, ბიზნესისთვის, რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის. და ამისათვის რა არის საჭირო, რაც ჩვენ უნდა თქვი, ხო, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის თანამედროვე სერვისები, ეს არის ტექნოლოგიები და რაც მთავარია, ალბათ ეს ყველაზე მთავარი, როდესაც ბიზნესისა და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებას მიაღწევ პირადად და ზოგადად ამ ორგანიზაციას ელის ძალიან დიდი წარმატება. ძალიან ბევრი ორგანიზაციას მე თვითონაც მიუწოდებ, იმიტომ რომ აუცილებლად მეგობრებო უნდა იყოს ჩართულები მსგავს ინიციატივებში. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაც ერთი კომპანიის წარმატებაზე, აქ არის საუბარი ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ამაში რაღაც გარკვეული წვლილი და საბოლოოდ ალბათ ყველაც ვიხეირებთ. დიდი მადლობა ნიკოლოს. მადლობა თქვენზე. წარმატებებს გისურვებ, მადლობა თქვენ მაყურებლებს და მსმენელებს. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო Business Space-ი, ჩემთან ერთად იყო ნიკოლოს სირაძე, მე ვარ სერგო ასიჯანიშვილი, დაგემშვიდობებით, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კერხერ საქართველო. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT Consulting-ი. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია IT კომპანია IT Tech-ი.
Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კომპანია K-Core, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.